ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ცეკვა, ესე ვთქვათ, თემა არის თოვლი, ზამთარი ძალიან კარგად გამოგადგებათ ზეიმისთვის ძალიან ადვილად კეთდება. მე გერჩევდით იქონიოთ ანუ სამკუთხედი ან რაიმე ესეთი ინსტრუმენტი, ან უფრო მეტალის, რასაც უფრო ახალი წლის ან ჯადოსნური ისე აქვს, ხო? ჟღერადობა, თუმცა ნებისმიერ რაღაცა შეიძლება გამოიყენო და შეიძლება ეს უბრალოდ ტაშიც იყოს, ხო? ნახავთ შემდგომში რისთვის ვიყენებთ. ნაწარმოები არის დებიუსის, ინგლისურად გეტყვით Children's Corner 4, The Snow is Dancing, ანუ თოვლი ცეკვავს. ამ ლინკსაც ბუმულსაც ჩაგიგდებთ, ძალიან ადვილად იპოვით და ძალიან კარგი ნაწარმოებია, მოკლედ ბავშვებისთვის და ძალიან კარგად გამოხატავს ეს რაღაცა თოვლის და ფიფქების ცეკვას. ეხლა გადავინაცვლოთ, მე ჩავრთავ და ხო, რაში მდგომარეობს წესი. თავიდან ჯერ ანუ მაშინ რას თემა წარმოადგინეთ, ხო, ვიცით რომ თოვლი იყინება, თოვლი ღვება, შეგვიძლია ეს ჯერ რამდენიმეჯერ გავაკეთოთ, მაგალითად იმ მოძრაონ დარბაზში და თქვენ რომ შემოკრავთ გაჩერდნენ, უცებ გაიყინონ. თუ შეუძლიათ რომ ერთ პოზაში გაიყინონ და მას შემდეგ რაც ისევ შემოკრავთ მაგალითად სამკუთხედს ან ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტს, ისევ გააგრძელონ სივრცეში გადაადგილება. თავიდან შეგიძლიათ საერთოდ ეს დებიუსის The Snow is Dancing, ანუ თოვლის ცეკვა, მთელი ნაწარმოები უბრალოდ გაყინვით გააკეთოთ, ანუ არ იციან და შეიძლება შარფებით ცეკვავდნენ, შეიძლება უშარფებოდ და როდესაც შემოკრავთ, გაიყინე და ყველა უნდა გაიყინოს. და მე ამოძრავდი მაგალითად დაუძახოთ, ან ისე უბრალოდ შემოკროთ და ისე უნდა გააგრძელონ ცეკვა. და შეიძლება მე მეორე რაუნდზე შემოიტანოთ გალღობის თემა. ხო, ანუ ერთმანეთთან ძალიან კონტრასტული სხეულის მოძრაობა არის და ბავშვებს ძალიან უწევთ ეს რა ქვია იმპულსების კონტროლი, კოორდინაცია. ერთხელ ჯერ გალღობა გააკეთებინეთ. აი, მოდი დავუშვათ ხარ თოვლის ბაბუო თუნდაც და როგორ შეიძლება რომ ძალიან ნელა გალღვე მზე გამოვიდე და გალღვა. და შემდეგ შეგიძლიათ ამორის მონაცვლეობა ძალიან სახალისოა. ეხლა ჩავთავ მუსიკას, ერთხელ გაჩვენებთ, მერე შეგიძლიათ ესე ვთქვათ ინსტრუმენტი ასევე სხვა ბავშვს გადასცეთ და მან შემოკრას და გასცეს ესე ვთქვათ ბრძანება, უნდა გავიყინოთ თუ უნდა გალღვეთ. და ასევე უთხრათ რომ აბა ვიშოვლია ყველაზე ნელა გალღვეს. ხო, ამით ძალიან კარგად კუნთებს ავარჯიშებენ. ხო, და შემდეგ კიდე ერთ აქტივობას გაჩვენებთ, კიდე უფრო უფროსი ბავშვებისთვის, როგორ შეიძლება რომ ეს კიდე სხვანაირად გავაკეთოთ და კიდე უფრო მეტი ესე ვთქვათ მუსიკალური რაღაცა პარამეტრი და სავარჯიშო შემოვიტანოთ. იმედია მუსიკა გესმით. ანუ ყველანი სივრცეში გადავადგილდებით, უბრალოდ თავისუფლად ცეკვავთ, როგორც უნდა ჩვენ რაც ფიქრები, ხო? ანუ ეს მოძრაობები უნდა იყოს ესეთი ძალიან მსუბუქი და ფარფატა. ცეკვავენ, გაიყინე. შეგიძლიათ მე ამ უბრალოდ შემოკრავთ, ან თქვათ რომ ამოძრავთ, ხო? და იგივენაირად გალღვი და ნელა, ხო? და ბოლომდე გაწვნა ნიატაკზე, ხო? ეს აქტივობა ძალიან კარგად შეგიძლიათ ზეიმზე გააკეთოთ მშობლებთან ერთად.